სიახლე არის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს წევრ კომპანიებში სამუშაო ვიზიტებს და BIG-ის წარმომადგენლები ამჯერად ქვეყნის სატრანზიტო არტერიის ცენტრს ფოთის საზღვაო ნავსადგურს ესტუმრნენ, რომელსაც გლობალური გიგანტის მარისკის ჯგუფში შემავალი კომპანია APM ტერმინალს იმართავს. Როგორ მუშაობს სინერგიაში ბიზნეს გაერთიანებასთან საზღვაო ლოგისტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე და რა გავლენა აქვს საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას შუა დერეფნის პოზიციონირებაზე დეტალებს მოგეყვებით სიუჟეტიდან. საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის პოზიციონირება გლობალურ საკონტეინერო რუკაზე და ნავსადგურების სრული ტექნოლოგიური მოდერნიზაცია. ეს ის სტრატეგიული შედეგია, რომელიც ბაზარზე APM ტერმინალსის გამოჩენას უკავშირდება. გლობალურმა ბრენდმა ფოთში ოპერირება 2011 წელს დაიწყო და საუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით ქვეყანაში სპეციალიზებული საკონტეინერო ტვირთების დამუშავების სრულიად ახალი ლოგისტიკური კულტურა დაამკვიდრა. მსოფლიო კლასის ჯგუფისთვის ხადია პრიორიტეტია ადგილობრივ ბიზნეს გარემოსთან მჭიდრო კომუნიკაცია. რის გამოც კომპანია წლებია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აქტიური წევრია. ეს პარტნიორობა კი განსაკუთრებით გაღრმავდა მას შემდეგ, რაც გაერთიანების ბაზაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტი შეიქმნა. ბიზნეს ასოციაციის წევრობა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ასოციაციის წევრებთან გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ განვითარების ეტაპებზე, განვითარების გეგმებზე და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს ასოციაციაში, როდესაც შეიქმნა ტრანსპორტ და ლოგისტიკის კომიტეტი, მაშინ ჩვენ უფრო და უფრო მჭიდროდ ვართ ჩართულები ყოველდღიურ მუშაობაში. ეს არის კარიბჭე, ქვეყნის ეკონომიკის კარიბჭე, რომელიც ემსახურება ტვირთების მოძრაობას. უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კომპეტენცია, რომლებიც აქ მუშაობენ, იმიტომ რომ ბიზნესმა დროულად უნდა გააგზავნოს ექსპორტი, დროულად უნდა განახორციელოს იმპორტი, ქვეყანაში შემოიტანოს საქონელი, იმისთვის რომ ბიზნეს ოპერაციები არ შეფერხდეს და ამ ადამიანების 24 საათიანი დაუხალავი შრომის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს ბიზნესი საქართველოში ვითარდება და მუშაობს. სახალი რეგულაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დაინერგოს და ეს ცოდნა უნდა შემოვიდეს ზუსტად კვალიფიციური ინვესტორისგან, ისეთისგან, როგორიც გახლავთ APM ტერმინალში. ხოლო რაც შეეხება ბიზნეს ასოციაციას, ბიზნეს ასოციაცია სთავაზობს საუკეთესო პლატფორმას, რათა მათი ხმა, მათი იდეები, მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნეს, მიტანილი იქნეს შესაბამის მარეგულირებელთან და ეს შეიქმნას პლატფორმა, გაიცვალოს მოსაზრებები და დაინერგოს საუკეთესო პრაქტიკა ქვეყანაში. საქართველოს სატრანზიტო დერეფანში ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკა უწყვეტად ნარჩუნდება, რაც ქვეყნის უმსხვილეს სპორტში, როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური ტვირთების დამუშავების გააქტიურებაში გამოიხატება. მხოლოდ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ნავსადგურმა 185,527 ტეუ კონტეინერი გაატარა, რაც წლიურ 11%-იან ზრდას და შემოსული გემების რაოდენობის მკვეთრ მატებას ნიშნავს. ბოლო პერიოდში შეძენილი დამატებითი ტერიტორია და წლის ბოლომდე ახალი ამწის დამატება კი შუა დერეფნის გამტარუნარიანობას კიდევ 100,000 ტეუთი გაზრდის. 2011 წლიდან, როდესაც შემოვიდა APM ტერმინალში, დღეის ჩათვლით $180 მილიონ მეტი აქვს ინვესტირებული. 2022 წლის შემდგომ ჩვენ მქონდა პირველი 65%-იანი ზრდა, შემდგომში 25%-იანი ჯამში. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 100,000 ტეუთი მოუმატეთ, არა მხოლოდ ფოთის, არამედ ჩათვალეთ, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გავზარდეთ და დავიწყეთ 550,000 ტეუთი და ახლა ჩვენ წლის ბოლოს გვექნება 650,000 ტეუ კონტეინერის დამუშავების საშუალება. შუა დერეფანში ჩვენ ხედავთ, რომ არის ძალიან მაღალი ტვირთბრუნვა, ფოთის სპორტი მუშაობს პრაქტიკულად ზედა, ასე ვთქვათ, სიმძლავრის ზღვარზე. და იმ ადამიანების პერსონალური კვალიფიკაცია და იმ ადამიანების კომპეტენცია, რომლებიც აქ მუშაობენ, საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ ამ ზღვრული მაჩვენებლების ზემოთაც კი ემსახურებოდნენ ტვირთებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის და რომელიც პირდაპირ აისახება შუა დერეფნის აქტივობაზე. საოპერაციო პროცესების გაუმჯობესება და რეკორდული რაოდენობის ტვირთების დამუშავება, როგორც ამბობენ პორტში დასაქმებული 816 ადამიანის დამსახურებაა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი კადრია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალების დაინტერესებასა და დასაქმებას საპორტო ვაკანსიებზე. ამ მიზნით ამჟამად 14 ადგილობრივი ქალი 6 თვიან ანაზღაურებას სტაჟირებას გადის. საწარმოო ზრდის პარალელურად კომპანიას კაფეო გავლენა აქვს ფოთის სოციალურ ცხოვრებაზე. მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით გაუმჯობესდა მალთაყვის სანაპიროს ინფრასტრუქტურა. სრულად აღიჭურვა ახალგაზრდული ჰაბი დაფინანსდა IT კურსები, ხოლო ფოთი მარათონმა 14 ქვეყნის 600 მონაწილეს უმასპინძლა.
კომპანიის წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ არის ნამდვილად ერთგული გუნდი, ერთგული ხალხით დაკომპლექტებული, რომელიც ყოველთვის მზად არის იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევებს, ნებისმიერ სიტუაციაში უსაფრთხოების კუთხის გაუმჯობესების ხარჯზე მიაღწიოს დიდ წარმატებებს. APM ტერმინალსმა საქართველოს შემოსვლით შემოიტანა ცოდნა და გამოცდილება. Ამ გამოცდილებას უზიარებთ ყველა თანამშრომელს, ხორციელდება ყველა თანამშრომლის გადამზადება და გადამზადებული თანამშრომლების შემდგომ უკვე წახალისების მიზნით დაწინაურება. APM ტერმინალსის მიზანი არის, რომ ქალაქს რეალური პოზიტიური ცვლილებები მოუტანოს. ჩვენ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით მუდმივად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების მოდერნიზებას. მიმდინარე საოპერაციო მოცულობების საზღვაო გიგანტისთვის მხოლოდ საწყისი წერტილია იმ გრძელვადიანი სტრატეგიის გზაზე, რომელიც ფოთის საზღვაო ინფრასტრუქტურისთვის ახალი სიცოცხლის შეძენას გულისხმობს. ნავსადგურის ჩრდილოეთით არსებულ 100 ჰექტარ ტერიტორიაზე ღრმაწყვოვანი პორტის განვითარება, ახალი დამცავი მომოს მოწყობა, სპეციალიზებული საკონტეინერო ამწეების შემოტანა და საოპერაციო ზონის გაფართოება საპორტო რეჟიმს მნიშვნელოვნად შეცვლის. გლობალური ამბიციებისა და კაპიტალ დაბანდების ამ სინერგიით ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია APM ტერმინალსი შუა დერეფნის საზღვაო კარიბჭის მთავარ და გრძელვადიან გრავიტაციის ცენტრს აყალიბებს.